ეხა გადმოცემს რომ ქმნილებას დაახლოებით ეგეთია, ნუ ეს უკვე დოგმატიკიდან იცით, ეს არის ღმერთის მამა ღმერთის θέλიმა ევდოკია, ესე კეთილ მიჩნეულობა, კეთილ განზრახულობა ევდოკია, კეთილ მიჩნეულობა, ვისაც კეთილ იჩინა ღმერთმა. ავტორია, ესე თვით ქმედებს, თვითონ ქმედებს, ღმერთმა მოიწონა, ამას თვით ქმედებს, ხოლო პნევმა სინერგი, ესე იგი თან მოქმედებს. მასთან ერთად და ესე იქნება სამყარო Χριστო, o Theos teli os anthropos, ეს ხონდა ეს რა. ეს მომეწონა მაშინ. ქრისტეში ღმერთს სურს როგორც ადამიანს. ეს 48 რა არის აქ, გვერდი რატომ მომივიდა 50 ხო აქ რაღაცა. აი, ავდით. Alas tin enousia hypostasis tu che aptitin analisi ილοποιείται, ხო აქ ერთი სიტყვა ილοποιიტეს, იყენებს სიტყვას ეს კარბატონი. მეუღლე ილοποιიტე ნიშნავს ილი არის მატერია რა, ნივთიერება. და ეს ილიკო ხო და ილიკო ილარიო სიხარულს ნიშნავს. ილიკო შეიძლება ნიშნავს materias. Ili memebika iliko da ilario da iliko da ile iliko iliari. Ხო, ასე იგი ილοποιიტე ნიშნავს ნივთყოფ. ნივთი ხდება, ესე განხორციელდება ნიშნავს რა და აი ამ შემთხვევაში ამ ილის ნივთის ხსენება არ მგონია რომ სწორი კეავტიტინ ანალიზი ილοποιიტე μόνο o sintesi των δύο φυσικών θελημάτων μαζί υλοποιείται. Ну, ხო და მე ვამბობ რომ ეს სიტყვა ამინდოდა თამაშო. ხო თვითონაც თამაშობს რა, ივულითი το θέλ. მოგეთ აქ მიდის მთლიანად თამაში მიდის სიტყვების რო განხორციელდება ეს მოგეთ ესე არის აღჭირდება 48-ში მაქო 46 სადა როგორია Anthropo che etsimia morphi ილοποιήσεις του ανθρώπου φυσικό θελήματος. ხო, ილοποιოს პირდაპირ იყენებს როგორც განხორციელებას რა. უბრალოდ იყენებს ამ სიტყვებს და თამაშობს ამ სიტყვები და თუ თამაშობს, მაშინ ილοποιიტე აი ის რასაც ის ინებებს ის განივთიერდება. ეს ვიდრაშია საკეთე. მაშინ თვითონ ეს ილი გამოდის ღმერთის მე მაქვს ეს იდეა, არ მგონი ხა მას ეს კონდეს რომ მატერია არის, ნუ ჩემი ინტერპრეტაციით, მატერია რომ ეს ლოგოსები არის კიდეც მატერია რა. ნუ ეს ისე რო მატერია, სხვა მატერია არაფერი არ არის, საერთოდ მოიტანდა იმ მატერიას, ან რატო უნდა მოიტანო? თვითონ მისი ნებები, ეს ლოგოსები არის მატერია. და ის მე ის ლოგოსები თუ როგორ ამუშავდება ადამიანის მიერ, აი ის უკვე ამოქმედდება ადამიანის მიერ, ის უკვე ღებულობს სხვადასხვა ფორმას, მაგრამ ადამიანმა შეიძლება შექმნას არამატერიალური რაღაცებიც, ხო? ყველაფერი მატერიალურია საბოლოო ჯამში. უბრალოდ მატერიის სხვადასხვა სიხშირეები არსებობს და სიმკვრივეები. დამსკელიც ამბობს, რომ ღმერთის წინაშე ისიც მატერიალურია სულიცო რა. ანგელოზების მატერიალურები არიან, იმიტომ რომ აბსოლუტურად არამატერიალური თავად ღმერთია. აი აბსოლუტურად არამატერიალური ხდება მატერიალური, როგორ თავისი ნების წიაღ. შეიძლება ამისკენ მიდიოდეს, მაგრამ როგორ იქნება ილუპიტე ინგლისურად მაშინ. Materialized. აღონე ხე დიდი სიტყვა ეხმარა.
იგივე ეს მეორე ნახედავ რა უცნაური ფრაზები შემოაქვს ο Θεός ivulisi το θέλημα ivulisi არის ამ შემთხვევაში მოისურვა მისი ნება მაგრამ ivulisi არის განიზრახა მისი ნება გასიტყვა მისი ხომ ესე იგი მალონ კაც ο άνθρωπος και ο Θεός როგორც ο ადამიანმაო და რა როგორც ღმერთმაო განიზრახა იზრახა მისი მამის ნების ქმნა იზრახა ამ შემთხვევაში ევულის ავტოღარ esti que tu patros θέλმეს არის que Θεού και αυτού κατ' ουσίαν όντως ως άνθρωπος και όχι Θεός, ο Χριστός ήθελε να εκπληρώσει το θέλημα του Πατρός του επειδή το θέλημα του Πατρός ανήκει και σε Αυτόν καθώς είναι ο ίδιος ο Θεός κατά την ουσία του. Πατρός και κατά αυτού ουσίαν όντως. Ну, როგორც ღმერთი იყო, ხო ეს არის გესამანის ესე გესამანიაში რა მოხდა იმის გარჩევა და სწორედ იქ არის რომ გესამანიაშიო ჩანსო რომ თითქოს ისო ჭობსო რა ისო ჭობსო რომ გააკეთეს თუ არა ღმერთის ნებაო რა ესე იგი აი გავაკეთო არ გავაკეთე არა ეგეთი რამე გესამანიაში არ არის გესამანიაში აი რომ ადამიანის სულ ადამიანურ მოქმედება და ნება არის და იმიტომ რომ იცის როგორც ღმერთმა ის რო ცოტა ხანში დაიჭერენ და აწამებენ და ნუ ეხა ეს არ უნდა რა და ფიქრობს რა ნუ არ უნდა ეს რა ბუნებას მაგრამ როგორც ღმერთს როგორც ადამიანმა ამ შემთხვევაში მაინც იმიტომ რომ ღმერთია მაინც მოინდომა განიზრახა მისი ზრახულობა გადაიქცა რომ გაეკეთებინა მამის ნება იმიტომ რომ და საკვირე პრინციპში მისი ნება იყო და მამის ნება და მისი ნება ერთ და იგივე არის აი ეს არის გეცემანის დროს ისე არ უნდა გავიგო ის ჭობდა არამედ ეს არის მომენტი დაძაბულობის მომენტი ტკივილის მომენტი ეს ტკივილის მომენტი მე თუ გეცემანის მას ნახავთ რომ ლოცულობს ის რა ეს აბსოლუტურად მოკრებილი არის და ეს ადამიანური ბუნება მთელი თავისი ნებელობით და მოქმედებით ცდილობს ზრწის ამ საშინელი სტანჯვის წინაშე და იცით რა არის ეს იმდენად ძლიერია და იმდენად ზუსტად იცის თითოეული ტანჯვის დეტალი რეალურად ის წინასაღანი ცდის ამ ტკივილებს რა აი თუ ოდესმე გინახავთ რომ აი სანამ მოგიტანენ აი კბილის ხوار გიყარდა აი მანამდე უფრო მტკივნეულია ხოლმე ვიდრე თვითონ ის ტკივილი არანაკლები თუ წარმოსახ შეგვიძლია და ზოგს არ შეუძლია რომ ნემს ვერ იკეთებს ხო გინახიათ რა ადირა ადამიანები რომ ნემს ვერ იკეთებს აი რანაირად შეიძლება ეგრე იყოს მაგრამ ვერ იკეთებენ იმიტომ რომ ტკივილის წარმოსახვა აქვს რაღაცნაირად წარმოვიდგინე ამას წარმოსახვა კი არა და იცოდა და გძნობდა უკვე და გძნობდა იმიტომაც წამოვიდა ულტანეთაც სისხლი იქ არავით არის ტანჯვა, იქ არავით არის არჩევანი ეკონომიკური ნება იქ არ იყო, იქ იყო რომ პირდაპირ რომ წვერვალს მიაღწია ადამიანის აი ტანჯვამ რა და ჯვარზე ის просто გამეორდა რა. ხო. მე სინთეტიკო ჰიპოსტაზიაკო თელემა არა აქ მას სინთეზური რაღაც ესეთი თელემა ექსი ადამიანის ხომ მიმართული ღმერთისგან გახტობილი
ჩასახვისთანა, ხო, ღმერთის ჩასახვისთანავე იყო. ეხლა მაგრამ აქ მეორე მომენტი შემოდის ქრისტეში, რომ წარმოიდგინეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში ქრისტესთვის რეალურად ეს ცხოვრება საშინელი ტანჯვა იყო რა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ის ნებით იტკიებდა, ნებით იმაშვებოდა რა ყველაფერს. წარმოიდგინეთ როგორ ისე, იმიტომ რომ ნებით ისურვა, რომ ეს ადამიანური ნება და ყველაფერს განიცდიდა. თუმცა შეიძლება არ განეცადა, ხო, მაგრამ ჩასახვისთანავე განაღმრთო. მაგრამ მე ყველაფერში ადამიანური ნება ღმერთის ნებას კი მისდევს, მაგრამ ქრისტეს პიროვნებაში ეს ადამიანური ბუნება ხო მაინც აგრძელებს თავის მოქმედებას. ესე იგი ქრისტემ თან წინასწარ იცის რა ტანჯვა ელოდება, აი 1000 სიგიჟე და ეს η αντιμονοθελητική επανάσταση του Μάξιμου έγκυται ακριβώς στο ότι ο Χριστός θέλει μόνον μέσω και διατών και σύμφωνα με τη δύο φύσεις του, οι οποίες μεν μπορούν να θεωρηθούν ως εξ ορισμού antithethemενες μεταξύ τους. ხო, ესე თავის განსაზღვრებით ეს მონოთელიტების წინააღმდეგ აჯანყება. რეალურად ხო მაქსიმე აჯანყდა. მე იმპერატორს აუჯანყდა, ხო რა, რეალურად ეგრე გამოვიდა და ნუ იომა რა, მაგრამ საქართველოს აღმოჩნდა მაგითო. ხო და რატო რომ იმიტომ რომ ეს ადამიანური და საღვთო ბუნება ერთ დიამეტრალურად განსხვავებული რამეები არიან. ანტითეთემენის, ესე იგი დიამეტრალურად თავიანთი განსაზღვრების მიხედვითო არიან ანტითეთემენი, ესე იგი მოწინააღმდეგეებიო ან შეპირისპირებულები, ესე შეგვიძლია თქვა და აი ქრისტეში ორი შეპირისპირებული ერთად აქცია. Επιπλέον δεν υπάρχει γνωμικό θέλημα ούτε το προαίρεσης და არ არსებობსო არც γνωμικό ნება და არც პროერესის უკვე ეს არჩევანია. პროერესის არის წინა აღება რა. აი წინ რო გადაწყვეტილებას რომ მიიღებ რა, წინა მივიღე გადაწყვეტილება რომ აი მივიღე. აი რა და წინასწარ მიიღება. პროერესის მიიღება, ერესის აღება, რაღაცის აზრის მიჩნევა, რა ეს წინასწარი პროერესი არის, სწორედ ეს თავისუფლება, რომ რაღაცას ავირჩიე და მე ვაკეთებ, ხო? ეს მასში არ არისო რა და გეცამანია ადრე არის. ხო, მე ვთქვით, რომ ილუპიიტე ეს რა პროპტოტიკო. Το γνωμικό θέλημα είναι η αρχή της προσωπικής διαμορφοποίησης του φυσικού θελήματος και είναι φυσικά προπτωτικό αφού ο Αδάμ αμέρτησε ως πρόσωπο και όχι απλώς ως φύση και θα μπορούσε να αποφύγει την αμαρτία, αλλιώς ο ίδιος ο Θεός, ο δημιουργός του Αδάμ, θα ήταν ο μόνος λόγος και αιτία αυτής της αμαρτίας. ხო, აქ არის ეგეთი რაღაცა, რომ ზოგი ამბობს და მეც ეგრე მიწერია ჩემს დისერტაციაში და შესტომა, რომ მაგრამ მაშინ ესე იყო, არ იყო მე თვითონ რაღაცას ბოდიალობდი ეკონომიკურ ნებაზე. არ იყო ეხლა წერს, აი 27 წელია და 25 წელი, 26 წელია და ეხლა იწერება ამის შესახებ და ეხლა მიდის კიდე მსჯელობა და კიდე შარშან გამოქვეყნა სტატია და ასე შემდეგ ამ ეკონომიკურ ნებასთან დაკავშირებით. მოკლედ თვლიან რომ ეკონომიკური ნება იყო, როდესაც დაეცა ადამი მერე გაჩნდა. მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის რომ ღმერთმა ესე იგი ისე გააკეთა, რომ ადამი უნდა დაწყოს, მას რო არჩევანი არ ქონოდა 64-ში, ესე იგი თავით 64-ში. პროპტოკიკო ნიშნავს წინარედაცემული პერიოდში წკოვდა. ეს არჩევანი ყველას აქვს, ეს არის სწორედ დისექსის. რომ მიდრეკილება კეთილისკენ გაქვს, მაგრამ ის ჯერ მხოლოდ მიდრეკილება ის არ არის გამყარებული მიმართულება. აი მიიდრიკე რაღაცისკენ, ეს მე ბუნებით და შესაქმეში წყვესია რომ ბუნებით ჯერ ღმერთთან არის, ღმერთს ელაპარაკება, ბუნებით მისკენ არის და მერე მოდის ის რაღაცა რეუნემო რო არა ეგრე და მიდრეკილება მაინც კარგისკენ აქვს და აკვირთ ის მიდრეკილება კარგისკენ უნდა კონდეს, მიდრეკილება ის არ იცვლება.
მიდრეკილება რჩება ადამიანში ღმერთისკენ. რატო რას აკეთებს რომ მას ღმერთობა უნდა. ესე იგი სიკეთე, ბედნიერება, კაიფი რაღაც ეგენი უნდა. იმისკენ არის მიდრეკილი. უბრალოდ ის მიდრეკილება არასწორად აირჩია როგორ გაეკეთებინა რა. ამიტომ გზა, ესე იგი როგორ გაეკეთებინა ეს ასე თუ ისე, აი აქ შეცდა. და აირჩია რომ აი ამ ნაყოფის შეჭმრიგზით წავა. და თორე სიკეთისკენ უნდა ბედნიერებისკენ უნდა რა არის თავარი სიკეთე არის ბედნიერება ხო? ხო და ეს არ არის მხოლოდ ბუნებისო, არამედ მისი პიროვნულობაც უნდა ყოფილიყო ამაში. ესე იგი ნომიკური ნება, ჯერჩინებითი ნება, რომ ჯერ მიჩნია სათანადოდ მიიჩნია. ნუ ეს ლოსკის გახსოვთ ალბათ, ხო, რატო არ გამოიწვია, მაგრამ თუ ერთი ადამიანის დაცემამ გამოიწვია მთელი კაცობრიობის დაცემა, მაშინ რატომ არ გამოიწვია ანგელოზებში დაცემა, ერთი ანგელოზის ყველა დაცემა. ეს ლოსკი ამას ამბობს, იმიტომ რომ თითოეული ანგელოზი ეს ალკე ბუნება, ესე იგი არ არსებობს ზოგადი ანგელოზებრივი ბუნება, რომ ერთი მის რაღაცა მეორესთან გადასულიყო. ეს არის პიროვნული ურთიერთობებითო აგებულია. What? Who are you? რას მიგზანი, რასაც მინდა იმას გიგზანი. ძმაო, ვერ გავიგე. Okay. და აქ არის ახლა ესეთი კიდე რაღაცა, რომ მერე მიდის ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ რომელია ახლა პირველადია პიროვნება თუ პირველადია პირი ცდა და ბუნი წაიღო. ანუ პირიზე არ ბუნი პირის შეთანხმების შრებოდა, ანუ ბუნი ღმერთმა შექმნა. ხო, ნუ ესე იგი თუ მხოლოდ ბუნებითი ნება ექნებოდა ადამიანს, გამოვიდოდა რომ ის ბუნებითი ნება ხო ღმერთმა შექმნა. და გამოდის რომ ღმერთმა სასიკვდილოდ გაწირა რა, მოკლედ ეს ადამიანი. მაგრამ არ იყო და იყო თავისუფალი ნება და აქ რა მინდოდა როდის იყო ეს თავისუფალი ნება და მე ხო გითხრა რომ წინასწარ გაზრდა რაღაც ეგეთი ვერსია არსებობს რომ ღმერთის ყოვლმწოდნეობიდან გამომდინარე მაინც ყველა ადამიანს ისეთი ფილოზოფი ესე ზოგი ადამი გახადა ზოგი ის მაგრამ სიამოვნებაში არ აქვს მიშო შეიძლება ადამი ხარ და მეც ადამი ვარ და ყველა ადამი ყველა ქრისტია ეს ესეა უბრალოდ არ აქვს მიშო უბრალოდ ჩვენ იმ გარემოში მოხდა რაც საუკეთესოა ადამი მოხდა იმ გარემოში რაც მისთვის იყო საუკეთესო და თელემატოპატროს ხო ეხლა სწორია მიწერია რაღაცაზე έτσι ισχυρίζεται πως ο Μάξιμος υποστήριξε ότι ο Χριστός ήθελε ως Θεός και ως άνθρωπος να εκπληρώσει το θέλημα του Πατρός, τον οποίο υπήκουσε μέχρι του σταυρικού θανάτου. Όπως έχουμε ήδη εξηγήσει για το Μάξιμο, το να αποδώσει ένα προσωπικό υποστατικό θέλημα στο Χριστό ως Θεό, ο οποίος εν συνέχεια θέλει να εκπληρώσει το θέλημα του Πατρός, οδηγεί αναποφευκτά στη απόδοση τριών προσώπων υποστατικών θελημάτων στο Θεό, συνέπεια του θεϊσμού. ხო, ნუ ქრისტეს არ შეიძლება რომ კონდეს ერთი ნება, თავისი, ესე იგი, არ შეიძლება კონდეს პიროვნული ნება, ეს გნომიკურ ნებას რო ეძახი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გამოვიდოდა რომ ქრისტეს სხვა ნება აქვს, მამას სხვა ნება აქვს და სხვა ნება აქვს, ნება კიდე მოქმედება, თუ ნება მოქმედება გამოდის რომ სამი ბუნება არის და ნუ ასე შემდეგ და ეს არ გამოვიდოდა არანაირად და კარგად არის. მაქსიმум ძალიან მაგრაგად და ეს ძალიან ფილოსოფიური ნაზრებია, მეგობრებო, რომ ეს პირდაპირ ჯდება, აი რასაც ის ოკეი, ეს აღარ აქვს ნიშნულობა ერთ იმას იმეორებს უბრალოდ ამ აზრს ამტკიცებს. Ωστόσο, ως έχουμε δει ξεκάθαρα παραπάνω, πρώτον δεν υπάρχει η οποιαδήποτε αντίθεση δεν υπάρχει μεταξύ των ανθρωποφυσικού θέληματος και του θικοφυσικού θέληματος στον Χριστό. ხო, ნუ არ არსებობს ეს დაპირისპირება ამ ნებების
ის განსაზღვრებით კი არიან ორივე ბუნება სხვადასხვა, ერთი ღმერთია, მეორე ადამიანია, ერთი ბოლოშია, მეორე ამ ბოლოშია, თორსოდ იმ ბოლოდან უნდა წამოიღოს მე როგორც თელქნილობა, მეთქი ადრე ვილაპარაკე. და ადამიანური ფიზიკური ნება, ესე ბუნებრივი ნება სულაც არ არის აუცილებლად ბოროტისკენ მიმართული. ეს არ ნიშნავს, ეს უკვე თქვით, ხო, აღარ გვინდა ამაზე გავჩერე, ეს უკვე ბერჯოთვის ხო Χριστό და აი აქ მოდის მე თუ ტიპუ κοινωνίας idiomatum communicatio idiomatum თვისებათა ზიარება. O idios logos του ανθρώπου φυσικού θελήματος το διανοίγει συνέχως. Ხო გახსნის მას ყოველთვის ორსტით ნება. მე მიდის ბევრი დავა აი ამასთან რომ პიროვნება არის უპირატესი თუ არსი არის უპირატესი, იმიტომ რომ აი ანარასის ზოლასთვის ის რაც არის ტინე, ესე იგი რაც არის ის არის ერთგვარი შემზღუდავი ტოტალიტარული qovliereba და სწორედ პიროვნება აი ამას ამ qovlierებას უნდა დაუსხლტეს და უნდა და სწორედ ამისგან არაფრისკენ ასე ვთქვათ რაღაც ეგზისტენციალური მომენტი არაფრისკენ გაფრინდეს და იქ აღმოჩნდება ღმერთი. არ არის ეგეთი ექსტაზი, ესე იგი გამოვარდნა, ავარდნა არ არის ეგეთი, ეს არის ბუნების გახსნა, მეგობრებო, ეს არის ბუნების გახსნა. დიონისიური მომენტია აქ, ეს ჩემი მერვე თავში მაქვს ეს წინაწიგნის. ეს არის, როდესაც ადამიანი თითო პიროვნება არის წარმოიდგინეთ, კი არ უწყდება ბუნებას, აი თითო პიროვნება წარმოიდგინეთ თქვენ, აი ეს ახლა სხვა სურათი წარმოიდგინოთ, არის სარკმელი, საიდანაც ახალი ენერგია უნდა შემოვიდეს და კიდევ უფრო ინტენსიურად გაჟღინთოს ისედაც სრულყოფილად გაჟღენთილი ადამიანის ბუნება ღვთაებრივი ობით და ფრავდივი ენერგიით. და ამ გაგებით სწორედ აი ესეთ სურათს იძლევა მაქსიმე და შემდეგ მიდის დავა სწორედ რომ აი ესე არ არის, რომ თუ პიროვნება თუ мама აი აძლევს პიროვნებას წეს და мама აძლევს არსებას, мама გამოდის წყარო ბუნების. თორემ თვითონ აღმოაწყაროებს ამ ბუნებას, მაგრამ ეს არ არის ესე, მამაც და სულიწმინდაც ესენი არიან ორივენი არიან სამივენი არიან აი ამ ბუნების ერთმანეთთან განამცემები. აი, მეოთხე თავი ეს ვარცდების ბოლო თავი არის და არ არის ერთი თავი ყოფილა, კიდევ ორი თავი ყოფილა. მე დავიყალებ დღეს თუ არ შემიძლია ვეღარ ვაზრუნებ და კარგი, მოდი დავანებებ თავს, ეგ რამდენი წუთია? 23 წუთია, აუ ვეღარ ვლაპარაკობ. რომელი საათია? ხო რა, ვეღარ შვები ხალხმა ბოდიში აღარ შემიძლია. მაქსიმუმ ხო მეოთხე თავი არის ესა უანთროპოს რა ვეღარ ხედა აი უკვე თვალებიც კი ამიჭრევდა. ოკეი, გავა. არა ვერ შევძლებ ამას ბოდიშით მიმაგუ.